გამარჯობა, მე ვარ თეოდორე ხარალამპოპულო შევარდნაძე და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები არის საუკეთესო გზა მასობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. გამარჯობა. კარგი. ანუ შენ გულისხმობ ყველაფერში, ეკონომიკურადაც თანასწორი რო იყოს საზოგადოება ყველა პუნქტში. მე არ გულისხმობ, რომ მნიშვნელობა არ ქონდეს რამდენს მუშაობა ან რა ნიჭი გაქვს. მე იმას გულისხმობ, რომ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა შედარებით დაბალი დონის ოჯახში ეკონომიკურად, რომ ქონდეს დაახლოებით იგივე შანსი, როგორც ექნება ადამიანს, რომელიც მშობლები მილიონერები არიან. იქ რაღაც ნუზე არსება თემას იმ რომ თანასწორობა და თანასწორი შესაძლებლობა ორი სხვა რაღაც არის. შესაძლებლობას დაფუძნებული კარიერა არის რაღაც ნუზე და რაღაც ნუზე გეთანხმები რომ რაღაც ნუზეც არის ნეპოტიზმი ეგეთები არის, მაგრამ როცა ყველა თანასწორი იყოს და ყველა თანასწორი შესაძლებლობა ქონდეს, ორი სხვა რაღაც არის. ერთი მეორეს გულისხმობს, მაგრამ ვერ იტყვი რომ თანასწორი შესაძლებლობებზე ლაპარაკო. ამ შემთხვევაში ყველაფერს ზოგადად როგორც ასე. მასობრივი უთანასწორობა ნიშნავს რომ დიდი განსხვავება. ზოგადი თემა. დიახ, ძალიან ზოგადი თემა არის და ზოგადად თემაზე ვდებატობთ. ახლა ხოდა რატო აიგნორე მაშინ სხვა ყველაფერს და მარტო შესაძლებლობაზე რატო აკეთებ აქცენტს? მარტო შესაძლებლობა. დიახ, იმიტომ რომ ყველაფერი გამომდინარეობს შესაძლებლობიდან. რა ვიცი, ეკონომიკური მდგომარეობა შევა გამოდიოს შესაძლებლობიდან. თუ დაიბადე როგორც შენ თქვი მილიონერების ოჯახში, დიდი შანსები რომ ახლა მოგცემენ პლუს გექნება. ზუსტად, იმიტომ რომ დაიბადე ისეთ სიტუაციაში, სადაც ქონდა დიდი შესაძლებლობა. შესაძლებლობას არ გულისხმობს, ეგულისხმობს რაში დაიბადე. შესაძლებლობა არის შესაძლებლობა რომ გაიზარდე, შესაძლებლობა რომ სამუშაო აიღო. ეგეთ რაღაცებს გულისხმობს. ზუსტად და მილიონები კარგი. უპირველეს ყოვლისა, ძალიან საინტერესოა, ძალიან გავს შენი თეზისი საბჭოთა იდეალებს ზოგადად, მაგრამ კაი, მოდი, დავიწყოთ ესე. განმარტოთ, მოდი უთანასწორობა. როცა ამბობ რომ უთანასწორობა უნდა აღმოფხვრათ სამთავრობო პროგრამებით. რას გულისხმობ? როგორ უთანასწორობას? უთანასწორობა opportunities დასკულისხმობ შესაძლებლობის უთანასწორობა და არა შედეგის უთანასწორობა. კაი, ესე იგი, როგორ უნდა განმარტო, როგორ უნდა მიხვდე, როდესაც რაღაც ჯგუფს აქვს შესაძლებლობის უთანასწორობა სხვა ჯგუფთან შედარებით. შეგიძლია მიხვდე, როგორ ხელმისაწვდომი არის თუ არა მათთვის განათლება, მაღალი დონის განათლება, მაღალი დონის ჯანდაცვა და სხვა პროგრამები როგორც არის ტრანსპორტი, ან თუნდაც დასაწყისი. ჩვენ უკვე გვაქვს უფასო საჯარო განათლება, ხო რა თქმა უნდა საჯარო სკოლა გვაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტები. აშკარად შესაძლებლობა არის სრულად თანასწორი მთელ საქართველოში. ჩვენ ლაპარაკობთ გლობალურ პრობლემაზე, ან ახლა მარტო ინდოეთს ესაუბრობ? გლობალური პრობლემა, ამერიკა, ინდოეთი ნებისმიერი ქვეყანა გლობალური პრობლემა. ეს არ არის მარტო ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე. შეგიძლია რომ ერთი ქვეყანა მოიყვანო მაგალითად, მაგრამ ეს რეზოლუცია არის ზოგადად დასავლეთში ძირითადად ქვეყნების უმრავლესობაში არის უფასო საჯარო განათლება და სახელმწიფო უნივერსიტეტები. დიახ. ძალიან ხელმისაწვდომი. ამას სახელმწიფო პროგრამა არ ქვია. როგორ არ ქვია? არა, პროგრამა ნამდვილად არ ქვია. ერთ-ერთი. არა, ნახე შენაც საუბრობ, ეს არის უბრალოდ უფასო საჯარო განათლება, რაც არის უკვე ეს მიღებული ნორმაა. ხო? დიახ. ჩვენაზეც საუბრობთ სამთავრობო პროგრამები, ახლა ამაში იგულისხმება რაღაც სხვა ტიპის welfare პროგრამები, თუნდაც მაგალითად რედისტრიბუცია იგულისხმება ამაში. ავტომატურად ამაზე მიცადებ. რედისტრიბუციაც შენია თქვენი აზრით გადასახადები არის ერთ-ერთი ფორმა რედისტრიბუციის. გადასახადები რედისტრიბუცია არ არის, გააჩნიეს ადმინის ესე გადასახადი. თუ გადასახადის შინაარსი არის რომ ვიღაცის ჯიბიდან ფული უნდა ამოიღო და სხვას უნდა ჩაუდო ჯიბეში, კი ეს არის რედისტრიბუცია და ეს არის აშინელება. და სრული უაზრობა სტატისტიკური თვალსაზრისით. თუ გადასახადს იხდი და ეს მიდის რაღაც ინსტიტუტისკენ, მაშინ ეს აბსოლუტურად მისაღებია. ესე იმართება სახელმწიფო. თუ გადასახადის მიზანი არის რომ აიღო ფული მოქალაქისგან და მე მაგალითად წააფინანსო საჯარო სექტორი თუნდაც დასახლების კუთხით. ეს შენ დასახლების კუთხით. ან housing. რას გულისხმობ? ანუ მაგალითად რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? მაგალითად გულისხმობ. ვინც უსაფკაროა, სახლები უნდა უყიდოთ? სახლები უნდა ვუყიდოთ, არა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. დაუფინანსოთ სახლის ყიდვა. არა, დაუფინანსოთ. ქირა. დაუფინანსოთ ქირა. მოკლევადიანი ქირა, რომელსაც შეინარჩუნებენ ისინი თუ იპოვებენ სამსახურს. კარგი, კი ბატონო, აბსოლუტურად გასაგებია ახლა შენ ასე ამბობ. მივხვდი რა არის შენი არგუმენტი. კაი, მომისმინე. რაშია ახლა საქმე?
ჩვენ როდესაც საუბრობთ არათანასწორობაზე, საუბრობთ რეალურად სტატისტიკაზე, ხო? საუბრობთ რომ ხალხის ამდენი პროცენტი არის უსახლკარო, მაგალითად, ხალხის ამდენი პროცენტი ვერ შეუძლებს სამსახურს, ასე შემდეგ. ზოგადად როგორ მუშაობს ახლა სახელმწიფო ორგანიზაცია, სახელმწიფო მექანიზმი და აპარატი, ხო? როდესაც თუნდაც შექმნი რაღაც ოფისს, რაღაც სამინისტროს, რაღაც ორგანოს, რომლის მიზანიც არის რომ აღმოფხვრას ეს უთანასწორობა. ყველამ ვიცით რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის რეალური მიზანი როგორ ხდება ზოგადად რომ სახელმწიფო ბიუროკრატიას ყოველთვის უნდა რომ საკუთარი ორგანიზაცია შეინარჩუნოს. როგორც კი შენ შექმნი ორგანიზაციას, რომლის მიზანიც არის უთანასწორობის აღმოფხვრა, ის ორგანიზაცია არ აღმოფხვრს უთანასწორობას, იმიტომ რომ როგორც კი უთანასწორობა აღმოიფხვრება, ეს ორგანიზაციაც თავად აღმოიფხვრება. მე არ ვამბობ რომ შევქმნათ ერთი დიდი ორგანიზაცია. კაი, აბარას ამბობთ ხა. მე ვამბობ რომ შევქმნათ ისე მაგალითად როგორც არის განათლების დეპარტამენტი. დიახ. ეგრე იყოს უთანასწორობის დეპარტამენტი. არა, მე ზუსტად ვთქვი რომ მაგას არ ვამბობ თქო. ეგრე იყოს ერთ-ერთი დეპარტამენტი, რომელიც ეს შეიძლება იყოს შტატების ან მუნიციპალიტეტების დონეზე, ან ქალაქების დონეზე. არ მგონია რომ სწორი იყოს რომ ეს ნაციონალურ დონეზე იყოს, სახელმწიფო დონეზე, რომელიც დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც ხდის თუნდაც ქირას ნაკლებს და არ არის ეს. კაი, ნახე ჩვენც ვსაუბრობთ უთანასწორობაზე, მაშინ როგორ აღმოუფხვრათ უთანასწორობა, ხო? ხალხის რაღაც პროცენტი რო უსახლკაროა და მათ რომ მიცემ სახლს, ან ხალხის რაღაც პროცენტი რო ღატაკია და მათ რომ მიცემ ფულს, ეს არანაირად არ აღმოფხვრის იმ პრობლემას, რაც შენ რეალურად გაქვს. ის პრობლემა რაც არსებობს, მით უმეტეს თავისუფალი ბაზრის ეკონომიკაში, არის რომ ეს ადამიანი არ ქმნის საკმარის სარგებელს იმისთვის, რომ ამის სანაცვლოდ რაღაც მიიღოს, ხო? თავისუფალი მარკეტის პრინციპის გჯერა, თავისუფალი ბაზრის საერთოდ ზოგადად. ადამ სმითის თეორიის გჯერა. ნაწილობრივ კი. მაშინ როგორ შეიძლება რომ ის ფუნდამენტური პრობლემა, რაც რეალურად არის რომ ადამიანი ვერ ქმნის საკმარის სარგებელს საზოგადოებისადმი, როგორ უნდა გადავჭრათ ეს სახლის მიცემით ან ძალიან საინტერესოა რომ თქვი რომ ვერ ქმნის საკმარის სარგებელს ეკონომიკაში, რადგან შენი აზრით ეს ამას როგორ განვაპირობებთ სარგებელს? სარგებელს განვაპირობებთ ადამიანი თუ ქმნის საკმარის სარგებელს. განვაპირობებთ მარკეტის შენი აზრით. Invisible hand. კი, invisible hand, demand და არის supply. კი, აბსოლუტურად. სადაც არის მოთხოვნა, იქ არის პროდუქტი. შენი აზრით საზოგადოებაში წვლილი რომელს უფრო დიდი აქვს ერთ ექიმს ექთანს რომელიც პრობლემას კოვიდის დროს უდიდესი წვლილი გაიღეს თუ მილიარდერს რომელიც უბრალოდ სტოკებში დევს ფულს და ამით ხდება მედიის კონსოლიდაციის პოლიტიკაში ძებს ფულს თუ იმ ადამიანს რომელიც მართლა პატიოსნად მუშაობს მაგრამ შენ ახლა გამოდიხარ ისეთ კომუნისტურ რაღაცას ამბობ თვალებს არ უჯერებ რომ აი საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვიღაცამ შეიძლება ესეთი რაღაც თქვას რომ მილიარდელი და მილიონერი არ მუშაობს პატიოსნად მაგას არ ამას მილიარდელი და მილიონერი შეადარე ადამიანს რომელიც მართლა პატიოსნად მუშაობს არ შევადარე მილიარდელი რომელიც სტოკებით აკეთებს ფულს მხოლოდ და მხოლოდ ხო მოიცა სტოკებით აკეთებს ფულს იმიტომ რომ ფულს დებს რაღაცაში დიახ ინვესტიცია აბსოლუტურად ინვესტიცია როგორ უნდა იმუშაოს ეკონომიკა ინვესტიციის გარეშე ინვესტიცია ქმნის კომპანიას ინვესტიცია ქმნის ინოვაციას ინვესტიცია არის მოთქმავალი კაპიტალისტური ეკონომიკა რაზე საუბრობთ საერთოდ რა თქმა უნდა სარგებელს ქმნის და რა თქმა უნდა პატიოსნად თუ ინვესტიცია მოხდა მარტო მაღალ შეში რაც არის ეს სტოკები ან თუნდაც ტექიგანტები ჩვენ თავარი მიზანი კაპიტალისტურ ეკონომიკაში არის რომ შევქმნათ competition. რა თქმა უნდა. შენი აზრით მე ეს მონოპოლიას არ გამოიწვევს რამდენიმე კომპანიის? არ გამოიწვევს. ანუ მონოპოლიის წინააღმდეგ კანონები არსებობს და მონოპოლიის წინააღმდეგ კანონები ცალკე განიხილება. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ პრობლემაზე. ეს ფუნდამენტური პრობლემა არის мотивация და ოკეი. კაი, მოდი თავიდან კითხავ ესეთ რაღაცას. შენ უნდა ლაპარაკობდი შენ გეგმაზე, შენ თქვი რომ შექმნიდი ისეთ რაღაცას, რაც გადაუხდი და უფინანსებდა ხალხს, მოკლევადიან გადასახადებს, განსაკუთრებით. გადასახადებს არა, ანუ ბინას, ხო? კაი, გრძელვადიან როგორ აპირება პოლიტიკაში. შენაც ახლა ახსენე, არის ყველაფერი მოკლევადიანი სიმპტომების და არა რეალური ფესვის გადაჭრა. რეალური ფესვური პრობლემის გადაჭრისგან როგორ მივდივართ? ჩვენ თუ დავაფინანსებთ ბინას მოკლევადიანს და ამ ადამიანებს მივცემთ ინცენტივას რომ იმუშაონ, რადგან ეს იქნება ერთადერთი გზა რომ შეინარჩუნონ ის ბინა,
მაშინ რა თქმა უნდა ისინი შემოვლენ ეკონომიკაში და ბევრად უფრო მეტი შანსი ექნებათ რომ რამე შექმნან. მაგრამ თუ უსახლკაროება დავტოვეთ და ნარკოტიკების გადაყიდვაში გახდნენ ისინი დასაქმებულები. მაშინ ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება და იქნება ციკლური პრობლემა. სწორად. კაი, შენ ფიქრობ რომ ეხა ვინც არიან ჩვენ ქვეყანაში და გლობალურად ზოგადად უსახლკარო ადამიანები მაგათ არ აქვს საკმარისი ინცენტივა რომ იმუშაონ? ადამიანი რატომ კარგით, მოდით დავიწყოთ ფუძიდან. ადამიანი რატომ არის უსახლკარო შენი აზრით? ჩემი აზრით, ბევრი მიზეზი არის. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის გაუნათლებლობა, მაგალითად, ბევრი ირჩევს რომ არ იმუშაოს უბრალოდ, იმიტომ რომ მეზარებათ ასე ვთქვათ. შენი აზრით ადამიანი ირჩევს რომ იცხოვროს გარეთ ქუჩაში და არ იმუშაოს, როდესაც მას შეუძლია ამუშაობით რაღაცა ან თუნდაც მინდა დაიქირავოს. შენ ეს არის არჩევანი? თუ ადამიანს შეუძლია რომ აიღოს სამსახური, შეიძლება დაბალ ხელფასიანი იყოს, მაგრამ სამსახური მაინც აიღოს, რატო არ უნდა? და შენი აზრით შეუძლია აიღოს ადამიანი? კი, რატო არა? ყველას შეუძლია რომ მაგალითად განყიდვად იმუშაოს მაღაზიაში. მაგრამ ეს მაინც ფუძე პრობლემა რაც არის, ამას არ აღმოფხვრს. შენც არ აღმოფხრი ფუძე პრობლემას. რატო არ აღმოფხრი ფუძე პრობლემას? მოკლევადიანი ბინის გადასახადების გადახდა არ არის ფუძის აღმოფხვრა. გამარჯობა. გამარჯობა. მოკლედ, ესე იგი, შენი იდეას განვიხილავთ, რაც არის მოკლევადიან დროში უსახლკარო ადამიანის. რატო ეს არ არის? კი ბატონო. დიახ. სხვა არის უფრო დიდი დაფინანსება საერთოდ უნივერსიტეტი რომ უმეტესობა უნივერსიტეტების რომ გახდეს საჯარო და ეს უნივერსიტეტები რომ იყოს მაღალი დონის. მაგალითად ამერიკაში გვაქვს საჯარო უნივერსიტეტები, მაგრამ ეს უნივერსიტეტები უმეტესად არ არის მაღალი დონის. ანუ იდეაში უნივერსიტეტის პროგრამის გაძლიერება, რაც უკვე არსებობს განათლების სამინისტროს საქმე. დიახ. კი ბატონო, ანუ ამისთვის უკვე არსებობს ინსტიტუტი განათლების სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ საჯარო პროგრამები იყოს ძლიერი. და მე ვამბობ, რომ სწორედ ამ ინსტიტუტების დაფინანსების გაძლიერება გამოიწვევს გრძელვადიან ეკონომიკურ პროგრესს, რადგან თუ შენ დააფინანსებ ბავშვის განათლება, მე და ის ბავშვი განათლებული ადამიანი დადგა, ის რა თქმა უნდა ეკონომიკაში მე შემოვიდა სარგებლობს. კი ბატონო, უბრალოდ ეს არ არის ცალკე სახელმწიფო პროგრამის ნაწილი, ეს ისედაც ხდება და ისე უკვე არის მთავარი იდეა იმის, რომ განათლების სისტემამ განავითაროს საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები. შეიძლება რეზოლუცია გამიმეოროთ? რეზოლუცია არის ის, რომ უნდა არსებობდეს ყველაზე ეფექტური არის ცალკეული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები და ესე იგი, მე მგონი პრობლემა ამაში, ანუ თვითონ უთანასწორობის აღმოფხვრის არის, რომ ვინც აი უთანასწორობის ქვედა დონეზე არის, არ უნდა რომ ამიფროს ეს პრობლემა. ეს პრობლემა როგორ შეიძლება გადავჭრათ, რომ აი ამათ მოვანდომოთ, ხო? ანუ რაღაცა ინცენტივები უნდა ეს და რა ინცენტივას გთავაზობთ? ინცენტივა იყო ერთ-ერთი, რომ ბინა გაქვს, როცა იშოვს სამსახურს, მაშინ შეინარჩუნება ამ ბინას, გექნება ფასაკლება ამ ბინის ქირაზე და მე როცა იშოვს სამსახურს, რამდენიმე წელი რო გავა, ეს ფასაკლება შეიძლება ამოიწუროს. მაგრამ ორი წუთი გამეორე რა იყო შენ კითხვა? როგორ შეიძლება ამაფროს ეს ინცენტივის პრობლემა, რომ მივიცეთ ინცენტივა, რომ ეს ხალხს არ უნდა რომ განვითარდეს, არ უნდა ეს უთანასწორობა ამოიწროს. მე მაგაში არ გეთახმები რომ არ უნდა, იმიტომ რომ ისეთი ქვეყნები რომლებსაც აქვს უკვე იმპლემენტირებული იმას, რასაც ვამბობ, მაგალითად ფინეთი, რომლებმაც პირდაპირ დააფინანსეს თავიანთი უსახლკარო მოსახლეობა და არ შეუძინეს, მაგრამ მისცეს ბინები გარკვეული ვადით და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ფინეთის სტატისტიკას რო გადახედო, ბევრად უფრო დაბალი იქნება შესაძლებლობის ან თუნდაც სიმდიდრის უთანასწორობა, ვიდრე სხვა დასავლურ ქვეყნებში. ანუ ახლა ჩემი შეკითხვა არის, რომ პირადი კომპანიები იგივეს აშვებიან, ზუსტად იმის ინცენტივას აძლევენ, რომ იმუშაონ, მე შეეძლოთ ამ ბინის ქირაობა და ამ ბინის და როცა აღარ იმუშავებენ, აღარ ექნება საკმარისი ფული, რომ იქირავენ ეს ბინი. რომ იმუშაო კერძო კომპანიაში ჭირდება რაღაცა უნარები და ეს უნარები თუ შენ არ გაქვს განვითარებული ბავშვობიდან
მაშინ უკვე ძალიან რთულია რომ შენ 40 წელს რო ხარ მაშინ უკვე შეიცვალოს ყველაფერი რთული ბევრი კაი კომპანია რომელსაც პირდაპირ ფიზიკური ჩემი აზრით სწორედ ესეთი პროგრამები უნდა შეიქმნას ამ უნარებს რო ასწავლიან ახლა რევოლუციაში ვართ ტექ რევოლუციაში ვართ და ბევრი რამე იცლება ამიტომ ადამიანს რომ უფრო გავადვილდეს ადაპტაცია სახელმწიფო უნდა დააფინანსოს ასეთი პროგრამები ჩემი აზრით ხო და ანუ შენ უფრო ინცენტივის პრობლემა უნდა გადავჭრათ იმით რომ უნდა გქონდეთ იმის ინცენტივა რომ იმუშაონ უნარების მიუხედავად და ამის შედეგად უნარების მიუხედავად არა ჯერ შეიძინონ უნარები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებით და მე იმუშაონ ოღონდ ეს პროგრამები რა თქმა უნდა უფასო უნდა იყოს არსებობს ისე ათასობით კერძო კომპანია რომელიც ამ უნარებს მაინც და მაინც კონკრეტულად არ მოითხოვს და პირდაპირ ფიზიკურ მუშაობას მოითხოვს არანაირი უნარი არ ჭირდება და არანაირი და ეს ინციდენტი ხო უკვე აქვს დიახ მაგაზე რა ხდება შემოდიან დასავლურ ქვეყნებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის იმიგრანტები როშა დაგჭა მოკლედ გამარჯობა კიდევ კაი რაში ახლა აქ საქმე რეალურად ალექსის ტეტოგვილი რომელიც იყო ფრანგი ჩემი აზრით ძალიან მაგარი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მან იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკმაოდ მოიხიბლა ამერიკული დემოკრატიით, ამერიკული თავისუფალი ბაზრით და აი ამ ამერიკული სულით, აი ამ წინსulis ინოვაციის სულით. მაგრამ რა თქვა, ერთი რაღაც თქვა. თანამედროვე დემოკრატიას, ამერიკული ტიპის დემოკრატიას აქვს ერთი საფრთხე. ის შეიძლება გადაიქცეს, რასაც ის ეძახის რბილ დესპოტიზმად. და როგორ შემოდის ეს რბილ დესპოტიზმი? სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების ინფანტილიზაცია უნდა მოახდინოსო. უნდა შეიქმნას სახელმწიფო, რომელსაც აქვს ეს რაღაც უსაშველო, რასაც ეძახიან უსაფრთხოების ბადეს, სადაც რეალურად ადამიანი აღარ იდგება საკუთარ შრომაზე. ადამიანი გახდება აბსოლუტურად სახელმწიფოზე დამოკიდებული. შენ რასაც ახლა გვთავაზობ, ეს არის აბსოლუტურად ამის რეცეპტი, რომ ადამიანი მოქალაქე გახდეს აბსოლუტურად სახელმწიფოზე დამოკიდებული და ამის შედეგად ჩამოყალიბდეს დესპოტიზმი. იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი პროგრამა ქმნის რეალურად ეკონომიკურ დიქტატურას. ფინეთში, შვედეთში, დანიაში გვაქვს ეკონომიკური დიქტატურა, ან თქვენ არა, ფინეთში, შვედეთში, დანიაში არ გვაქვს ისეთი პროგრამა, რაც შენ აღწერა. არ გვაქვს ისეთი პროგრამა. ფინეთმა ანუ არ დააფინანსა უსახლკარო მოქალაქეები, რომ ქონოდათ ბინები და მე ეშოვა სამსახური. ანუ არ გააკეთა ეს ფინეთმა. გააკეთა ეს, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი. ეს გააკეთა ფინეთმა. კარგი. მე პირადად ძალიან ბევრი მოსაზრება მაქვს ფინეთზეც, შვედეთზეც და ნორვეგიაზეც. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ აქ შეიქმნა ამ შემთხვევაში სოციალური ჰეგემონია ამ ქვეყნებში, ამ ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის შედეგად. მინდა დაუბრუნდეთ ერთ ძალიან საინტერესო საკითხს, იმიტომ რომ ამ დებატში საერთო თემა შევნიშნე, სადაც შენ აიგივე სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ეხმარება მაგალითად უსახლკაროს თანასწორობის, საერთო თანასწორობის შევსებასთან. ჩემი ზმნა და დიდი განსხვავება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ეხმარები უსახლკაროს დაიბუნოს სახლი, ეს სხვა არის ვიდრე უთხრა რომ მიდი იმუშავე და ქირით მოგცემ ბინას. ეგ იწვევს როგორც ახსენე წინა სპიკერმა დამოკიდებულებას სახელმწიფოზე. მე მაგას ვამბობ, რომ ქირით მოგცემ ბინას ცოტა ხნით იმუშავე, შეინარჩუნება ამ ბინას და მე შენ თლიანი ცხოვრების სადავეები შენ გექნება ხალხში. ხო, მაგრამ მე არ მუშაობს, ეგ იწვევს ეს ქირა. მინდა შეგახსენო, რომ მით უმეტეს ამ ქვეყანაში და ბევრ სხვა ქვეყანაში minimum wage-ის რა ქვია, მინიმალური გადასახადი მით უმეტეს ესეთ მაღაზიებში არის ძალიან დაბალი. თუ არა რთული იქნება ეს შენი. თან ამასთან ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც უსახლკაროს ესე უწევ ბინას აძლევ და ეუბნები, რომ უი ეს უნდა გააკეთეო და იცხოვრე და იმუშავეო. რთული არის, იმიტომ რეაბილიტაცია ჭირდება სახელმწიფოში და ეგ შეუძლებელია, როდესაც ბინას აყრი თავზე და ასევე ეგ არ ხდება საერთო რაღაც თანასწორობის შესაქმნელად. ეს იმისთვის არის, რომ ჯგუფი ადამიანის რომელიც დაზიანებული და რაღაც ცხოვრება რაღაც მიმართულებით წაიყვანო, რეაბილიტაციის საშუალება მისცეს. ესე თუ მიაყრი ადამიანს ფულს და ყველას ერთი და იგივე ადგილას აწყებინებ, რთულია, იმიტომ რომ პირველ რიგში თუ არის, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ყველა ერთი ეგ დონეზე ხო არის, რაღაც განსხვავება არის. იმასავით არის რა. ზოგადი ის არის. უნდა ჩამოიყვანო პრაქტიკულად მინიმუმად და მინიმუმზე 25% მაღლა, რომ ყველა მერტრულად დაიწყოს და რეალურად 75%-ს ნებ. მოდი, მე ვიტყვი კონკრეტულად რის გაკეთებას გთავაზობ. შენ რომ თქვი, რომ უბრალოდ მივცეთ ბინა და ფული დავაყარო თავზე, არა. სწორედ რომ რეაბილიტაციის
პროცესი გაუმარტივოთ, უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები, რომელიც მათ ასწავლის იმ უნარებს, რომელიც დაეხმარება დღევანდელ დღეს, რომ იპოვონ კარგი სამსახური. ყველა როცა ერთი და იგივე ადგილას დაიწყებს, ერთი და იგივე ადგილას დაამთავრებს, მან გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა. ყველა ერთი და იგივე ადგილას დაამთავრებს, არ გვექოლება ისეთი ინოვატორი, როგორც არის მაგალითად ინვესტორი. ნიშნავენია ჩვენ დროში იმის უხო რომ ერთ ადამიანს აქვს ნიშნავენია ინვესტორები, იმიტომ თავით იდეებს და თავით ხედვებს დებენ სხვა ხალხში, რომელიც შემდგომ ამას ახორციელებს და ეს არ გექნება, როცა ყველა ერთ ადგილას იწყებს და ერთ ადგილას ამთავრებს. ყველა ერთნაირი იქნება. კომუნიზმის ყველა ერთნაირად ამთავრებს. კომუნისტური საერთაშორისო. და ჯერჯერობით ინვესტორი არ არის ის შემქმნელი, ინვესტორი არის, რომელიც თანხას დებს შეფელში. სწორედ. ზუსტად. ხო. გამარჯობა. ცოტა ხანი გვაქვს. შენ ახლა რას ძიძახი განსაკუთრებით სახლების გადასახადებს ეს დაждდება ძალიან ძვირი. შენი აზრით აქვს უმეტესობა ქვეყნებს იმის ბიუჯეტი რომ ეს გააკეთონ? დიახ, ჩემი აზრით დასავლურ ქვეყნებს აქვს იმისი ბიუჯეტი რომ ეს გააკეთონ, თუნდაც ამერიკა 2 ტრილიონი ვილაპარაკო, სხვა ქვეყნებზე არ ვილაპარაკო, შენ გლობალური პრობლემები მქონდა. დიახ. თავდაპირველ დებატში მე მგონია რომ კარგი არგუმენტები მოიყვანა და მანაც ძალიან კარგი არგუმენტები მოიყვანა ჩემს საწინააღმდეგოდ. ბოლოს 18 წამი მქონდა დარჩენილი და ჩემი კარგი არგუმენტი ვერ გავავრცელე ბოლომდე, მაგრამ ზოგადად კაი დებატი იყო ჩემი აზრით. ვიყავი მტკიცებითი მხარე ამ დებატში და ჩემი აზრით ამ დებატმა ყველაზე მეტად გამოაჩინა ჩემი არასრულყოფილი ფლობა ქართული ენის. ხოლო ჩემი საუკეთესო მოწინააღმდეგე კი იყო სანდრო მრევლიშვილი. დებატის პირველ ნახევარში ვიყავი, თითქმის ბოლომდე გათიშული, მეორე ნახევარში ცოტა გამოვიღვიძე, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უამყოფელმა მხარემ მოიგო. ჯამში საკმაოდ საინტერესო დებატი გამოვიდა. ჩემი აზრით დღეს ზოგადად მსოფლიო დგას ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. დღეს მით უმეტეს დასავლეთში და საინტერესოა რომ ეს მოხდა დასავლეთში დაბრუნდა სოციალისტური ტალღა. ის სოციალისტური ტალღა, რომელმაც 100 წლის წინ შექმნა საბჭოთა კავშირი და 70 წლიანი წამება გამოატარა მრავალ ერს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოს. აი ეს იგივე ტალღა დღეს ბრუნდება ამერიკაში, ნიუ-იორკში, სადაც აირჩიეს სოციალისტი მერი. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის გზები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ და არ ვისროლოთ ტერმინები კომუნიზმი, სოციალიზმი, კაპიტალიზმი. უნდა ვეძებოთ გზები, ეს შეიძლება იყოს კაპიტალიზმის და სოციალიზმის სინთეზი და არა მაინც და მაინც ერთი იდეოლოგია. მთელს ევროპაში წამოვიდა სოციალისტური ტალღა, ჩვენ ამას წინ უნდა აღვდგეთ და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნათლად ჩანს, როგორ ხედავენ მეორე მხარეს მდგომი ადამიანების საზოგადოებას და როგორ ხედავთ დანარჩენების საზოგადოებას. ჩემი აზრით უნდა მოვეშვათ პოპულისტურ რეტორიკას და ტერმინების როლას, უნდა შევხედოთ პრობლემას, გავუსწოროთ თვალი და ვიპოვოთ საუკეთესო გზა, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და არ ვიყოთ დაბნეული ცრუ იდეალებით ან კომუნიზმის შიშით, იმიტომ რომ მე რასაც ვამბობ, ეს არ არის equality of outcome, ეს არის შესაძლებლობის თანასწორობა. რეალურად ზუსტად ესე დაიწყო კომუნისტური პარტიის რეტორიკაც, მოდით დავეხმაროთ ხატაკებს, მოდით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობის თანასწორობა. პრობლემა აქ რა არის? რომ სოციალისტური მხარე ხედავს არა შესაძლებლობის თანასწორობას, არამედ შედეგის უთანასწორობას. შედეგის უთანასწორობიდან ასკვნიან, რომ ადამიანებს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობები. კაპიტალისტურ სისტემაში ადამიანს აბსოლუტურად აქვს, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი თანაბარი შესაძლებლობები, აბსოლუტურად. ჩვენ შედეგის უთანასწორობიდან არ უნდა დავასკვნათ, რომ მათ არ ქონდათ თანასწორი შესაძლებლობები. მე ზოგადად ძალიან დიდი სკეპტიციზმით ვუყურებ დღეს სოციალისტურ პოზიციებს, იმიტომ რომ როგორც თქვი, გამოცდილი აქვს ჩვენ ქვეყანას ეს უკვე 70 წელიწადის განმავლობაში, უღმერთო, საშინელი 70 წელიწადის განმავლობაში და მე ვფიქრობ, რომ აქ დაბრუნება არ გვეღებს.